ცხადია ეს ყველაფერი იყო შესაძლებელი, ოღონდ იქ რაღაცა შერჩევით სამართალს ჰქონდა ადგილი. ოღონდ როგორ შერჩევით სამართალს ადგილი. ეხლა იქ ვინც ცხინვალის რეგიონში ამ კონკრეტულ სოფლებში რამდენი დაჭრილებიც რო ხო გამოიყვანეს და ესე იგი ზოგი მიცვალებული ზოგი ვინც დარჭა გადაჯგუფდნენ ისინი ხო და რაღაც ერთი კონკრეტული ადგილი ანუ სტრატეგიული ადგილი დაიჭირეს და ამ ადამიანებს ფიქრობენ რომ აი სადღაც აქეთ ჩემგან ხელმარჯვნივ ხელმარცხნივ არსებობს კონკრეტული დანაყოფი და ეს მათ იცოდნენ ვაშლიძჯურის სპეცრაზმი არსებობდა მაშინ ესე იგი ერთ-ერთი ზურგის გამამაგრებელი აი ამ შინდისის გმირების თან პოზიციასთან ახლოს მაგრამ შემდეგ რაღაცნაირად მოულოდნელად სადღაც ღამის საათებში 10-დან თუ ასე შემდეგ ეს უცბად გაიყვანეს იქიდან სულ შეუფერხებლად და უპრობლემოდ და ეს ადამიანები თითქოს დაავიწყდა ყველას ვერავინ ვერ გამოიყვანა იქიდან და მეთაურის ესე იგი პიკაპი როცა გამოვიდაო ასე ყვებიან რა ეს ბიჭები როცა გავიდაო ჩვენ გვეგონა იქ მეთაური ზის თუმცა იქ მეთაური საერთოდ არ ზის და შემდეგ როცა ეს პიკაპი რომელიც გამოდიოდა პირველი აფეთქდა იმ ჩასაბრებაში სადაც მოყვა შინდისში რა პირველი აფეთქდა და ესენი ღამიდან ალბათ დილამდე ელოდებოდნენ ბრძანებას რომ აი ჩვენ რა გავაკეთოთ ან ისა გამოვიდეთ თუ გავაგრძელოთ ბრძოლა თუ აი ბრძანებას ელოდებოდნენ და იქ იმ ადგილას იყვნენ ესენი და ზემოდან დატრიალებდა მოკლედ ესე იგი ავიაბომბ დამშენები რომლებიც ესე იგი წერტილოვან დარტყმას უკეთებდნენ და ასე შემდეგ და ამათი მომკითხველი არავინ არ იყო და მე ბოლოს როცა გამოვიდნენ შინდისში და დაბანაკებას როცა აპირებდნენ ეს ბიჭები და შემდეგ უკვე ალტერნატიული გზების მოძებნას როგორ გამოეღწიათ თავის ამ მშვიდობაზე აი ამ შემთხვევაში ესე იგი თეთრი ლენტებითო და ქართული დროშითო როგორც ესე იგი ყვებიან ეს ბატონი უჩა და ასე შემდეგ ბიჭები მოუწყეს ეგეთი რაღაცა ჩასაფრება რომელიც ფიქრობდნენ რომ ვითომ თითქოს ქართველები არიან მე მგონი ჩვენები ხო არ არიან და აი ამ დაბნეულობამ გამოიწვია და როგორც კი პირველი გაისროლეს იმ იქიდან ტანკიდან მოხდა პირველი კოლონაში პირველი მანქანის დაბომბვა შემდეგ ქაოსი იყო გადმოხდნენ ბიჭები მანქანებიდან ვინც შეძლოდა იქიდან თავი გამოაღწია გამოვიდა ვინც ეგრეთ წოდებულ ფარდას აკეთებდა რომ გადაეკეთათ ესე იგი ეს მონაკვეთი უკან დახევა რომ ესე იგი უზრუნველყო აი ამ 17 ადამიანში იყო ერთ-ერთი ჩემი ძმა და შემდეგ ბოლოს როცა ბოლო ეპიზოდი ის იყო რომ ალექსანდრე ონიანმა არ მიატოვა ჩემი დაჭრილი ძმა და გმირულად გახსნა ხელყუმბარა და თავი აიფეთქა აცხონოს ღმერთმა ძალიან ძიმეა ჩემი ძმის და შინდის გმირებზე საუბარი მაგრამ რა ვიცი რთულია უბრალოდ რა